მოგესალმებით თქვენი მყოფების ტაროსკოპის YouTube გვერდზე. წარმოგიდგენთ ტაროს პროგნოზს ოქტომბრისთვისთვის და ვიწყებთ პირველი ნიშნით. და ტრადიციულად არ ვიწყებ ვერძით, არამედ მე დავიწყებ თხის რქით. რა ელოდება თხის რქას ოქტომბერში და რაზე უნდა მოახდინოს მან ფოკუსირება. მოვიღოთ პირველი არკანი. ეს არის კვერთხების ათიანი. დროა თხის რქებო, დროა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, საით მიდიხართ. ფაქტობრივად ყველაფერი გიწყობთ ხელს იმისთვის, რომ აირჩიოთ თქვენი გზა და მიუძღვნოთ თავი ბოლომდე ამ თქვენს გზას და ის გეგმები, ის ოცნებები თუ ჩანაფიქრები, რომლებიც აქამდე გქონდათ, ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სასიყვარულო ურთიერთობებს, ასევე კარიერას, ფინანსებს თუ პროფესიას, დროა რომ ხორცი შეასხათ აი ამ გეგმებს. შემდეგი არკანი. აქაც თასების რვიანი. თასების რვიანი კი გვეუბნება, რომ ემოციური ტვირთისგან დროა გავთავისუფლდეთ. დროა რომ ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე. საკუთარ ზოგჯერ მტკივნეულ გამოცდილებაზეც და პრაგმატულად შევხედოთ ცხოვრებას. გავიდეთ რაღაც იმ ძველი პატერნებიდან, ძველი უსარგებლო ურთიერთობებიდან, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს ჩვენთვის და შევხედოთ ამას როგორც გამოცდილებას, რომლებიც რაღაც ტრავმას, რომელიც შეიძლება საჩვენოდ გამოგვადგეს. დიახ, და რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის საჭიროა ის, რომ მიუხვდეთ ძვირფასო თხის რქებო. უნდა მიხვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. ვერავინ თქვენს მაგივრად, თქვენს ცხოვრებას ვერ დაალაგებს, ამიტომ ტარო გეუბნებათ თქვენ, მიგანიშნებთ, რომ დროა მიიღოთ გადაწყვეტილება, გათავისუფლდეთ ძველი ტკივილებისგან, თუ ემოციური გადაღლისგან, გადაწვისგან, ემოციური დანაკარგისგან და იფიქროთ რაღაც ახალზე. ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობა, თუ ახალი პროფესია, ახალი პროფესიის დაუფლება, თუ შეიძლება იყოს მოგზაურობა, შეიძლება იყოს გარკვეული წრის გამოცვლა, შეცვლა, ხო, რაღაც ახალი ჰობი, ახალი საქმიანობა. იფიქრეთ ამაზე. შემდეგი. ნიშანი, ეს არის მერწყული, ძვირფასო მერწყულებო. ანუ მათ, ვინც დაბადებულია იანვრის ბოლოდან, ხო? თებერვლის 19-მდე, 19-ის ჩათვლით, ზოგჯერ გააჩნია საათს. აბა ნახოთ თქვენ რა გელოდებათ ოქტომბრის თვეში. ქურუმი ქალი ამოვიდა. ქურუმი ქალი. დიდი ინტუიციით დაგაჯილდოვათ თქვენ გამჩენმა. თქვენ გაქვთ ბუნებითი ინტუიცია, ხართ ძალიან მომხიბლავი ქალი. ძალიან კარგად აბალანსებთ თქვენს თავში, როგორც მასკულინურ, ისე ფემინურ საწყის. და თქვენი ინტუიცია გეუბნებათ, რომ თქვენი ცოდნა, თქვენი თქვათ გამჭრიახი გონება, საკმაოდ სულიერი, თქვათ ბუნება, სულიერი მეცნიერებებისკენ მიდრეკილი გონება, თქვენი ნიჭია.
რატომაც არა ამ ნიჭის გაღვივება. მით უფრო რომ პირდაპირ მაღალი არკანი, მეორე მაღალი არკანი ამოვიდა თქვენ დიდი მაგნეტიზმით გამოირჩევით. ამიტომ ოქტომბერი თქვენთვის იქნება კიდევ უფრო მეტად სულიერი ჩაღრმავების განვითარების თვე, დაფიქრების, გადაფასების, ხო, აი რაღაც სიტუაციიდან გასვლის თვე, ამაში შესაძლოა ხო, ემიგრაციასაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს არკანი, მაგრამ უფრო მეტად ნიშნავს რაღაცა სიტუაციიდან გასვლას, ოღონდ გასვლას არა კონფლიქტით, არამედ უკვე გაცნობიერებულად, მომზადებულად, უკვე გარკვეული გამოცდილებით, ცოდნით, გეგმით, ხომ? უკვე თქვენ გაქვთ გეგმა, რითიც თქვენ იცით როგორ იმოქმედოთ. ეს არ არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ხო, და ამოვიდა მე-17 მაღალი არკანი, ვარსკვლავი. შესვენების დრო გაქვთ. აუცილებელია შეისვენოთ და საკუთარ თავს დაუთმოთ დრო. ჰილინგის პრაქტიკები ჩაიტაროთ ოქტომბერში. განიწმინდოთ მედიტაციები, იოგა, ჯანმრთელობას მიხედოთ, ჯანმრთელობის არკანია პირველ რიგში და უნდა იცოდეთ, სად მიდის თქვენი ენერგიები, როგორ მიდის, რანაირად ეს რა თქმა უნდა განახლების, ჰილინგის რაღაც, აი ჯანმრთელობის მხრივ ახალ საფეხურზე გადასვლის, სულიერი ჰილინგისაც რა თქმა უნდა, ანუ ჰილინგის, ანუ განკურნების რაღაც, აი თქვენ თავს დაუთმეთ დრო ოქტომბერში. აუცილებლად დაუთმეთ თქვენ თავს დრო ოქტომბერში. და გადახვალთ რაღაც ახალზე. რაღაც ახლის დაბადება იქნება. და აკეთეთ რუტინულად აკეთეთ, არ ვიცი, ეს იქნება ვარჯიში, თუ მედიტაცია, თუ სულიერი პრაქტიკები, თუ ის რაც გიყვართ, ის რაც თქვენია. და გადით აი ამ რაღაც მოჯადოებული წრიდან. გაქვთ უკვე საკმარისი ცოდნები იმისთვის, რომ თქვენი თავის მკურნალი გახდეთ თქვენ თავად. ეს რაც შეეხებოდა მერწყულებს. ახლა კი დადგა ძვირფასო თევზებო თქვენი დრო. ნახოთ აბა. თევზებმა რას უნდა მიაქციონ ყურადღება ოქტომბრის თვეში? ამოვიდა მე-11 მაღალი არკანი. სამართლიანობა, სასამართლოს თემები, იურიდიული თემები, გაერკვეთ დოკუმენტაციაში, არ მოაწეროთ ხელი. წინასწარ იმას, რაზეც არ გექნებათ ძალიან მკაფიო ცოდნა მიღებული, ხო? წაიკითხეთ კონტრაქტი. სასამართლოში შეიძლება სასამართლოსთან ურთიერთობა, თუმცა მას ნუ შეხედავთ ნეგატიურად. სასამართლოსთან ურთიერთობა ზოგჯერ ძალიან კარგად სრულდება ხოლმე და ეს არის ძალიან ისეთი მე-11 მაღალი არკანი, ეს არის დიდი ცოდნის, სიმტკიცის კარტია, ენერგია და აქ თქვენ მაღალი ძალები გეხმარებათ, ყველანაირად ხარში გიდგათ, რომ ნებისმიერი დავა თუ გავგებრობა ძალიან ესე პრაგმატულად, ცივი გონებით, რაციონალურად თქვენ სასარგებლოდ გადაწყდეს. ხო, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მესამეც ამოვიღოთ ბარემ, რომ კარგად გავშიფროთ, რას უნდა მიაქციონ თევზებმა ყურადღება ოქტომბრის თვეში. ხო, აქ ფინანსური ხარჯები
ფინანსურ ხარჯებს მიაქციეთ ყურადღება. და იმოქმედეთ დაიცავით თქვენი საკუთრების უფლება, თქვენი ვთქვათ მემკვიდრეობაც შეიძლება ეს იყოს, შეიძლება გარკვეული ოჯახური, მატერიალური ქონების თემები შეიძლება იყოს აქ, ხო? და მეზობლებთან დავა, ან შესაძლოა იყოს დედმამიშვილებთან დავა, აირიდეთ მაქსიმალურად კონფლიქტები და გაუფრთხილდით თქვენსას ოქტომბერში მიაქციეთ ამას ყურადღება. მიაქციეთ თქვენს ფინანსებს ყურადღება და ჩადგებით განდეგილის პოზიციაში. აი, გაირიყავთ საკუთარ თავს, ხო? გქონდეთ კომუნიკაცია ყველასთან და ჩაგვრინებთ თავს, მოკლედ ესე ვიტყოდი. დაიცავეთ თქვენი უფლებები. თუ სასამართლოს გზით, თუ საკუთარი თავის დაცვით, თევზებო, არ მოგერიდოთ თქვენი ინტელექტუალური ნიშანი ბრძანდებით, რადგან თქვენი მმართველი პლანეტა გახლავთ იუპიტერი და ამიტომ გირჩევთ იმოქმედოთ და დაიცვათ საკუთარი უფლებები. ეს არის და ეს მინდა რა ვთქვა. შემდეგი მოვიდა ძვირფასი ვერძის ჯერი, რომელთაც ყველა იწყებს, მაგრამ მე დავარღვია ეს ტრადიცია. რადგან ჩემთვის პირველი ნიშანი არის მაინც თვისრქა. ძვირფასო ვერძებო, ახალი ნაცნობობა ოქტომბრის თვეში. მოკლევადიანი, რომელსაც შესაძლოა გქონდეს პოტენციალი გრძელვადიან ურთიერთობაში გადაზრდისთვის, მაგრამ რაღაც ახალი ნაცნობობა ოქტომბერში. აი ზუსტად ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო პარტნიორი, ხო? კი ბატონო. ცოტა ზერელე ურთიერთობას შესაძლოა გქონდეს ადგილი. რაღაც აი ახალს, უფრო სწორად ოქტომბერში გაიცნობთ ახალ ადამიანს, მოკლედ. ეს მინდა გითხრათ. რომელთან ერთადაც ძალიან კარგ დროს გაატარებთ. არ ვიცი, აქ პრინციპში ამოვიდა პირდაპირ ხმლების ტუზი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს იცით, რომ ვიღაც ახალს გაიც. ან მან იცის, რომ გაგიცნობთ, ან რაღაც ძალიან დარწმუნებულია ეს ახალგაზრდა მაწვილი თუ ახალგაზრდა ქალბატონი, იმიტომ რომ ეს გაშლა, მოგეხსენებათ, საჯარო გაშლა. ძალიან დარწმუნებულია იმაში, რომ თქვენ ის ხართ, ის ერთადერთი ხართ, მაგრამ ეს მაინც ახალი ნაცნობობაა. ეს არ არის ძველი განახლებული, ეს უფრო ახალი ურთიერთობაა, სრულიად ახალი სანაცნობო წრიდან, ან ის აი ძალიან უცაბედაც რომ მოხდება გაცნობა და ფრთხილად იყავით, იმედგაცრუებით არ დამთავრდეს ეს ურთიერთობა. მაინც გაფრთხილდით ენერგიებს, გაფლანგავთ, ძვირფასო ვერძებო. შემდეგი კუროები. კუროს ნიშნით დაბადებულებისთვის ოქტომბრის თვეში. ოქტომბრის თვეში ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ საკითხებს. ძალიან საინტერესოა. ბედის ბორბალი. თქვენი საქმე უკვე ესე ვთქვათ გადაწყვეტილია. გადაწყვეტილია თქვენი წარმატების ამბავი, უბრალოდ თქვენ კიდევ მაინც ცდილობთ, რომ
კიდევ რაღაც ცოდნა დააგროვოთ, კიდევ რაღაცა შემოვლითი გზებით ეცადოთ წარმატების მიღწევას, უროებო დიდი შრომის და დიდი ცოდნის დაგროვების შედეგად, თუმცა ფორტუნა თქვენს მხარეზეა, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული ხა წინ წახვალთ თუ ისევ უკან იმავე წრეზე იტრიალებთ. ფაქტობრივად აქ ძირითადი არკანი, რაც ამოვიდა, ანუ თასების ტუზი, ეს გვეუბნება, რომ აქ ფაქტობრივად წარმატება იმ თქვენი დიდი შრომისთვის და იმ თქვენი დაუღალავი, ესე ვთქვათ, მეცადინეობისთვის, რომელიც გაწიეთ, ხო, ამ წლების მანძილზე, აუცილებლად დაფასდება თქვენი შრომა, აუცილებლად. და თქვენ გახდებით ლიდერი. შესაძლოა აქ ადგილი კონდეს დაწინაურებას სამსახურში, ან რაღაც ახალ საფეხურზე გადასვლას, ხო? რაღაც კარიერულ საფეხურზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ კუროებო თქვენ ბრძანდებით მიწის ნიშანი, მიწის სტიქი, ხო? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი წარმოადგენს მიწის სტიქის ერთ-ერთ ნიშანს და თქვენ საკმაოდ პრაგმატული და რეალისტი ფსიქოტიპი ბრძანდებით, რომელიც ძალიან გეგმა ზომიერად ესე ვთქვათ, ცხოვრობს ყოველდღიურად და ყოველდღიურად რაღაც გარკვეული მიზნისკენ მიდის. ასე რომ შესაძლოა აქ ადგილი კონდეს დაწინაურებას სამსახურში. შემდეგი მოდის ტყუპები. ტყუპის ნიშნის დაბადებულებისთვის ოქტომბერი იქნება. ყურადღება მიაქციეთ კონფლიქტურ სიტუაციებს არიდეთ თავი ოქტომბრის თვეში. ეცადეთ ყოველ შემთხვევაში, ან იცოდეთ, რომ ტენდენცია იქნება გარკვეული კონფლიქტის, გარკვეული გაუგებრობის. თქვენ უკვე აღარ გაქვთ იმედი სხვა ადამიანების რაღაცა პრინციპში გარკვეული გულის ტკენა, ღალატი ისწავლეთ, დასკვნები გამოიტანეთ და გარკვეული მიჯაჭვულობებისგანაც თავისუფლდებით, მინდა გითხრათ, გარკვეული დეპრესიული მომენტებიდან გამოხვალთ ოქტომბრის თვეში აუცილებლად და გეგმები იმდენად გამოხვალთ, რომ შესაძლოა თქვენი გეგმები რადიკალურად შეიცვალოს. არ ვიცი, შესაძლოა თქვათ, ან სამსახური დატოვოთ, ან სხვა სამსახურში გადახვიდეთ, ან შესაძლოა დაშორდეთ პარტნიორს, ხო? ის ურთიერთობები, რომლებიც თქვენ მხოლოდ გარკვეულ მიჯაჭვულობას მიჯაჭვულს გხდიდათ, ხო, რაღაცაზე დამოკიდებულს, შესაძლოა გათავისუფლდეთ ამგვარი ურთიერთობებისგან და იყოთ მხოლოდ თქვენ თავზე დამოკიდებული. გულის ტკენის კვალს ხედავ აქა და ოქტომბერში მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თქვენით დაიმახსოვრეთ ძვირფასო ტყუპებო, რომ თქვენს ცხოვრებაზე მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესეა, რომ მხოლოდ ეს გვევალება, რომ ჩვენს ცხოვრებაზე ვაგოთ პასუხი უკვე, რა თქმა უნდა, დასრულობის შემდეგ, თორე ბავშვები ცხადია ვერ აგებენ პასუხს, ხო, ბავშვები მშობლებზე არიან დამოკიდებული, მაგრამ აქ თქვენ შემთხვევაში ოქტომბერში თქვენ გათავისუფლდებით რაღაც ტოქსიკური ურთიერთობებიდან გამოხვალთ, აი ეს მინდა რომ თქვა. იცით უკვე რომ არის ეს ტოქსიკური ურთიერთობა და დაასრულებთ ამ ურთიერთობას. შესაძლოა განახლებაც მოყვეს ამ ურთიერთობას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უკვე პირად კონსულტაციაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. თუ სურვილი გექნებათ, ცხადია. დროა გადავიდეთ კირჩხიბზე,
ხო, ტყუპების შემდეგ მოდის ყირჩხიბი, ანუ ისინი, ვინც ივნისის ბოლოს და ივლისის თვეში არიან დაბადებულები. ძვირფასო ყირჩხიბებო. თქვენთვის ეს თვე იქნება გეგმების და გეგმარების დღე. დაგეგმარების, სწავლის, გარკვეული ხელობის დახვეწის, რაღაცა დაოსტატების, რაღაც ახლის სწავლას იწყებთ, იცით, ოქტომბრის თვეში, შესაძლოა ჩააბარეთ უმაღლესში ან თქვათ კურსები დაიწყეთ, თქვათ თქვენთვის საინტერესო ან ახალი ჰობი გაიჩინეთ, რომელსაც სხვათა შორის თქვენთვის შემოსავალი გინდათ რომ მოიტანოს, ხო? ანუ ძალიან გეგმებში ხართ ოქტომბრის თვეში, სწორი საკმაოდ გამოცდილი ბრძანდებით სხვათა შორის დაგეგმარების თვალსაზრისით, ძალიან გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ინვესტიცია არ ჩადოთ ისე, რომ წინასწარ არ გქონდეთ რისკები გათვლილი. ამ ინვესტიციის რისკები, ხო? და თქვენი, თქვათ, დაბანდება, მცირე შესაძლოა დაბანდება, არ გახდეს გარკვეული დანარკარგის წინაპირობა. ანუ ეცადეთ ფინანსებს გაუფრთხილდეთ, მოკლედ აკონტროლეთ ფინანსები ოქტომბრის თვეში. იმ ბევრი მუშაობა აქვს, ბევრი დაგეგმარება, გეგმების დასახვა. აქ შესაძლოა თქვენ სამსახურში, თქვათ, ბრძანდებით მენეჯერი ბრძანდებით და აკავთ სამსახურში ახალი კადრები და ეცადეთ ძალიან ფრთხილად შეარჩიოთ ეს ახალი კადრები და ყურადღება მიაქციოთ მათი გამოცდილებას. და გაუთვლელ რისკებს გაწევთ, მოკლედ, აი ეს მინდა გითხრათ ოქტომბრის თვეში. ძვირფასო ყირჩხიბებო. და ფულის ფლანგვასაც გაფრთხილებთ ტარო, რომ ფულსაც გაფლანგავთ დიდად ოქტომბრის თვეში. ცოტა ხელმომჭირნეთ, ჯობია გავატაროთ ეს თვე. შემდეგი. ძვირფასო ლომებო. რაღაც ახალი სიახლე მოდის თქვენსკენ. სიახლე მოდის თქვენსკენ, ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობა. სასიყვარულო ურთიერთობა, ახალი, ძალიან შემდგარ ქალბატონთან, ძალიან დამოუკიდებელ ქალბატონთან. რამაც შეიძლება გარკვეულ ჩიხში შეგიყვანოთ, რადგან არ ელოდებით, რომ ესეთი ქალბატონი შეგხვდებათ, მაგრამ ხო უეცარი, ესე თქვათ, ნაცნობობა არის. და ეცადეთ არ აი რაღაც ახალი სიახლის გამო ეცადეთ, რომ თქვენ თავში არ ჩაიკეტოთ და არ ჩათვალოთ, რომ მე არ ვარ ამის ღირსი. პირიქით, თქვენ ხართ ამის ღირსი. რადგან თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თანაბრად ანიჭებს, თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც სულიერ, ისე მენტალურ და ისე ფიზიკურ განვითარებას. ძალიან ღრმა სულიერების ადამიანი ბრძანდებით და ადვილად გტკივათ, ძალიან ემპატირახან ხართ, განიცდით სხვა ადამიანები ახლოს მოდიან თქვენთან, რაღაც პირად საზღურები სხვათა შორის პრობლემა აქვს პირად საზღურებში, ვერ იცავთ პირად საზღურებს და აქ
პრინციპში უკვე როგორი თემაა, იცით, რომ დომინირება არ გსურთ, რომ ქალბატონს კონდეს თქვენზე გავლენა. თქვენ გინდათ, რომ თქვენებურად წაიყვანოთ ყველაფერი. ხო, არ გინდათ თქვენთვის უფრო მეტად სულიერება მნიშვნელოვანია ვიდრე რაც მატერიალური, აქ ხო უეცარი ცვლილებებით შესაძლოა ოქტომბერში მოხდეს ფინანსური კუთხით, შეიძლება კიდევ რაღაცა საერთოდ უფრო მეტი რაღაც მსხვილ კორპორაციაში შესაძლოა გქონდეთ შემოთავაზება დასაქმების ან მსხვილი ინვესტიცია შესაძლოა გააკეთოთ სრულად უეცრად ან მოულოდნელად შესაძლოა შემოვიდეს თქვენთან ძალიან დიდი შემოსავალი, ან რაღაც ახალი დიდი პროექტი აიღოთ და შემოსავლის კიდევ ახალი დამატებითი წყარო გაიჩინოთ და რაღაცა ელიტარულ ბიზნეს კლასში მოხვდეთ. ესეც შესაძლებელია ოქტომბრის თვეში, ძვირფასო ლომებო. ასე რომ ესე უეცარი ცვლილებები პირად და ფინანსურ ფრონტზე. შემდეგ მოდის ქალწულები. ძვირფასო ქალწულებო, თქვენ ჯერიც დადგა. ოქტომბერში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ოქტომბერში სამივე პენტაკლების არკანი ამოვიდა, რა საოცრებაა. ოქტომბერში მიაქციეთ ყურადღება, რომ ოქტომბერში მიაქციეთ ყურადღება საოცრიც არის, არასდროს აი ამ კომბინაციით ეს სამი არკანი არ ამოსულა და ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა მართლაც. დაეხმარეთ თქვენ შვილებს. ძვირფასო ქალწულებო. დაეხმარეთ თქვენ შვილებს ფინანსების მართვაში. ისე არ გამოვიდეს, რომ რომელიმეს გული დაწყდეს. არ დაჩაგროთ რომელიმე თქვენი შვილი. ძალიან გთხოვთ. ძალიან თანასწორად მოეპყარით. თანასწორად გაანაწილეთ თქვენი ქონება. ძალიან გთხოვთ, ძვირფასო ქალწულებო, ეს არის საჯარო გაშლა, მართალია, მაგრამ აი ეს ახლა მოდის ზუსტად ეს მესეჯი თქვენთან, რომ და სხვათა შორის გაეცით კიდეც. გაეცით. ქველმოქმედებაში ჩადეთ თანხა. ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. ქველმოქმედებაში აუცილებლად რომ დახმარებას ითხოვენ თქვენგან. თქვენგან ითხოვენ დახმარებას. მაგრამ პირველ რიგში თქვენ შვილებთან გქონდეთ ძალიან მათ მიმართ ძალიან თანაბრად გთხოვთ, რომ თქვენი ქონება თუ თქვენი გამოცდილება მათ თანაბრად მიაქციოთ ყურადღება თქვენს შვილებს, რომლებიც ეხლა დგამენ ცხოვრებისეულ ნაბიჯებს, ხო, იგივე ეს იქნება ფინანსური კუთხით თუ კარიერული კუთხით, მათ სჭირდებით, ძალიან სჭირდებით და ძალიან სჭირდება თქვენი გამოცდილება და თქვენი, ასე ვთქვათ, რჩევა. რჩევები ჭირდებათ თქვენ შვილებს და დაეხმარეთ. აუცილებლად დაეხმარეთ. შესაძლოა ეს შვილი არ იყოს, ვთქვათ, ახალგაზრდა კოლეგა, ან
ახალგაზრდა თაობა, მოკლედ, ახალგაზრდა თაობა სჭირდებით თქვენ და აუცილებლად გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. ძვირფასო ქალწულება. ახლა კი მოდის სასწორების ჯერი. ოქტომბერში სასწორებს ელოდებათ სრული განახლება. შესაძლოა ოქტომბრის თვეში თქვენს რეპუტაციას შეეხოს გარკვეული რაღაცა. რეპუტაცია შეიძლება შეგელახოთ ოქტომბრის თვეში. ან რაღაცა დაცვა მოგიწიოთ თქვენი თავის. ხო, ან თქვენი მიღწევების დაცვა მოგიწიოთ, მაგრამ აქ თქვენ მეუღლე თუ მამაკაცი, უფროსი ასაკის, შეიძლება იყოს მამა, მეუღლე, პროტეჟე, გეტყვით რომ არა უშავს. ესეც გაივლის და შენ შეგიძლია ხელახლა დაიწყო შენი ცხოვრება. ხელახლა, განახლება. აბსოლუტური ტრანსფორმაციის კარტია. და მიიღეთ, აუცილებლად მიიღეთ ეს დახმარება. უარი არ თქვათ აი ამ რაღაცა ჯილდოზე თუ დახმარებაზე, თუ რჩევაზე, თუ მატერიალურ დახმარებაზე. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი. იმიტომ რომ ეს თქვენ მოგიტანთ სრულ განახლებას, ტრანსფორმაციას, სრულ ყოფას თქვენ საქმეში. შესაძლოა დაიწყოთ ახალი ბიზნესი, ახალი სტარტაპი, მოკლედ ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ცხოვრება და ძველი გეგმები ჩააბაროთ წარსულს. შემდეგ მოდის შემდეგი ვინ არის ნეტა? შემდეგი არის მორიელები, ძვირფასო მორიელები. ოქტომბრის თვეში ოქტომბრის თვეში თქვენ საბოლოოდ იტყვით უარს საბოლოოდ დამშვიდობებით თქვენს მეორე ნახევარს ან პარტნიორს ან შეყვარებულს, რომელიც თქვენ გამყოფებდათ წლების მანძილზე ძალიან ისეთი ტოქსიკურ ურთიერთობაში. აქ შესაძლოა საჯარო გაშლა ცხადია და ვეცდები ვიყო ძალიან ზოგადი. აქ შესაძლოა ოქტომბრის თვეში თქვენ თვითონ დაამარცხოთ ადიქციები, იცით? თქვენ თავად დაამარცხოთ რაღაცაზე დამოკიდებულება. შეიძლება იყოს ნივთიერებაზე დამოკიდებულება, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ან თამაშზე დამოკიდებულება, გააჩნია, ან ადამიანზე ნებისმიერ ტიპის დამოკიდებულებები. ნებისმიერ ტიპის დამოკიდებულება შესაძლოა დაამარცხოთ. ყოველ შემთხვევაში უკვე იცით როგორ დაამარცხოთ. და როდესაც იღებ ამ პრობლემას და ანალიზებ და იცი, ეს უკვე დამერწმუნეთ და დამეთანხმებით ალბათ რომ საქმის ნახევარია. ცოდნა და აღიარება, პრობლემის აღიარება, ის არის უკვე საქმის ნახევარი. ასე რომ ძვირფასო მორიელებო, წარმატებებს გისურვებთ ოქტომბრის თვეში თქვენი თავის განკურნების პროცესში, ან თქვენი ურთიერთობის, იმიტომ რომ თანადამოკიდებულებაშიც შესაძლოა იყოთ, თქვენი პარტნიორი იყოს, რაღაცაზე ნივთიერებაზე დამოკიდებული, ან გარკვეული ადიქციის მქონე, ან ავადმყოფობის, გარკვეული ავადმყოფობა შეიძლება გქონდეს მას და ოქტომბრის თვეში თქვენ იწყებთ ნაბიჯებს დგავთ ამით პრობლემის აღიარების, თუ მანამდე ამას თვალს ვერ უსწორებდით, ოქტომბრიდან უკვე გადადგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. წარმატებებს გისურვებთ ძვირფასო მორიელებო და გადავიდეთ შულდოსნებზე, რომლებსაც ოქტომბერში
ელოდებათ ოქტომბერში ელოდებათ მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ძვირფასო მშვილდოსნობა, სხვანაირად როგორ. მოგზაურობის გარეშე თქვენ რანაირად. ეს შეიძლება სხვათა შორის მოგზაურობა იყოს გადატანითი მნიშვნელობითაც. სულიერი მოგზაურობა შეიძლება იყოს, ხო, ან გადაადგილება ყოველ შემთხვევაში მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა ოქტომბრის თვეში. ძალიან გთხოვთ არ გადავარდეთ დეპრესიაში, ხო? რაც უფრო აცივდება, ეხლა მით უფრო მიდრეკილი შეიძლება იყოთ რაღაცა, თქვათ, ჩაკეტილობისკენ, რაღაცაზე უარის თქმისკენ, მაგრამ არა. ძალიან გთხოვთ მხოლოდ მოძრაობა, განახლება, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბავშვებთან ურთიერთობა სხვათა შორის ძალიან ხელს შეგიწყობთ, ან ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობა, სტუდენტებთან. ყოველ შემთხვევაში თქვენ თავშიც ეცადეთ იპოვოთ თქვენი ბავშვური სილაღე და ის ეხლა რო მოდაში რო არის ის სიტყვა, როგორ ქვია, ვიპოვოთ ჩვენში რაღაცა ბავშვური საწყისიო თუ რაღაცას რო ამბობენ, ხო? არ მახსოვს, გამახსენდება, ან კომენტარებში დამიწერეთ რას ამბობენ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში მშვილდოსნებო, დამოუკიდებლობა, შესაძლოა დაშორდეთ პარტნიორს, გათავისუფლდეთ, დამოუკიდებლად გადახვიდეთ საცხოვრებლად, ხო, მაგასაც ნიშნავს ეს არკანი. აქ ხედავ ამას, რომ რაღაცა უარს ამბობთ რაღაცა ძველზე და მიდის სრული განახლება, სრული ტრანსფორმაცია. ასე რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია, რა თქმა უნდა, თქვენ ყოველთვის თქვენ განაგებთ თქვენს ცხოვრებას და არ გინდათ ძველი, აღარ შეხვიდეთ ძველ ურთიერთობაში. ვიყუროთ მხოლოდ ახლისკენ, განახლება. როგორც ამბობენ ხოლმე, მდინარეში ორჯერ არ შედიან, ხო? ერთი და იგივე მდინარეში. ასე რომ, მშვილდოსნებო, წინ, სრული სვლით. ესეც ჩვენი პროგნოზი. 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ამოვწურეთ და ეხლა ზოგადად. ოქტომბერი ზოგადად ყველა ნიშნისთვის, ყველა თითოეული ჩვენთვის იქნება ახალი გეგმების, ახალი პროექტების, ახალი ინვესტიციების თვე, ახალი ნაცნობობის თვე, კონკურენციის თვე, კონკურსების თვე და გავიმარჯვებთ, გამარჯვება. ეს იყო და ეს ჩვენი ოქტომბრის პროგნოზი. ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ახლა კი მე ამოვიღებ. და ბოლოს ამოვიღოთ ერთი ბოლოს კი ამოვიღოთ ორაკული. გაათავისუფლეთ თავის არე. დახუჭეთ თვალები. გაათავისუფლეთ გარშემო, თქვენი თავის გარშემო ყველაფერი,
მოეშვით, ესე თქვათ. მოადუნეთ ყურები, ყბები, კბილები, ლოყები, ნიკაპი, პირი, ენა, ცხვირი, თვალები, შუბლი და მთლიანად თავი, სკალპი. მოადუნეთ სახე რამდენიმე წუთით. თუ გერთულებათ, თუ ეს თქვენთვის რთულია და ვერ ადუნებთ, ვერ დუნდებით, დაჭიმეთ სახე ცოტა ხნით და შემდეგ მოადუნეთ. სტრესი ძალიან ხშირად გროვდება ხოლმე სწორედ თავის არეში. და აი ამ ფიქრის ცენტრების მოდუნება, ხო? სულ გამოდმებული ფიქრიც გარკვეული სტრესის წყაროა, ცხადია. და აი თავის მოდუნება უფრო მეტად გაგათავისუფლებთ სტრესისგან და დაგასვენებთ. ის როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ ნაკლებ სტრესს, ნაკლებ პრობლემებს და იზრუნეთ საკუთარ თავზე. სხვა ნამდვილად ვერ იზრუნებს თქვენზე. და გისურვებთ ჯანმრთელობას ბედნიერ ოქტომბრისთვის, სხვა 1 ოქტომბერია, შემოდგომა იწყება, თანდათან აცივდება და პირადი კონსულტაციებისთვის მომწერეთ ან დამიკავშირდით აღწერაში მოცემულ ნომერზე. დიდი მადლობა, შევხვდებით უკვე ნოემბერში, ნოემბრის პროგნოზით.